ეხლა ნახეთ რა მეგობრებო რა აი ეხლა ნახეთ რა ხალხო რა ეს ამბავი ყველამ უნდა გაიგოს ეს ყვერილია ჩვენი პატრიარქი ღმერთო ხალხაშვილე შეხვდი ღმერთო ჩემო ეს რა ხდება ხალხო ძალიან დიდი სიბრმავეა რა ძალიან დიდი სიბრმავეა ხალხო რა ეს ნახეთ რეები ხდება კიდე ეს მირონ დინარი ხატი დედა დინარი ხატი არის 12 პატრიარქი დაიჯერეთ ხალხო დაიჯერეთ მე რაც მინდანი იყო ხალხო თქვენ ხო არ გამოშტერდით მართლა ხალხო რა გჭირთ და ეს ხალხიც რო უხურებს აი ამ ზედ მიცხებულ რაღაცა შუშას და აი ნახე როგორ ის მირონი და აი ნახე და ის რო გაავრცელებენ მე სოციალურ ქსელში ხალხი რო დაიჯერებს აი მირონისთვის და ქრისტე ამ დროს რო გეუბნება რომ ნუ დაიჯერებთ სასწაულებსო ნუ ააგებთ თქვენს რწმენასო ხალხო და აი იმენა ბარაბას გარეგნობის ერთ-ერთი როზის ბარაბაში რა აი ბარაბა და ის აყარია ჩვენი პატრიარქი ღმერთო ხალხაშვილე შეხვდი ჩვენს უნიტარეს და უწმინდასო ხო აი ესეთი უნიტარეს და უწმინდესი იყო ბარაბა როდესაც ქრისტეს მაგივრად აირჩიეს ხალხო გაიგეთ ეხლა რა გაგიგვირდათ არ შეცვლილა აბსოლუტურად არაფერი და ერთი იმ ქრისტესაც რა ედო იმ ტვინში რომ ამ ხალხისთვის შეეწირა და მეორე კიდე კარგი ედო რაღაც იმ კაც ტვინში და აჰა შეეწირა მაგრამ მე რა დღესაც ბარაბა აირჩიეს რა გინდა და შვენიერი შედეგი დადო ღმერთო ჩემო რა ცოდო ხარ სინათლე შემოდი დროზე რა თორე ამათ ხელში მაგრად კარგად ყოფილა შენი საქმე კიდევ მეც შენ ზავით მალე ავითესებოდი რა შენ ზავით მალე გავეკრებოდი ჯვარზე რომ გამიშვი და რა ხდება ამ სიბნელეშიო რა ეხა მაშინ რო სიბნელე იყო დღეს უარესია მე მგონი ხო დღეს უარესია მე მგონი აი ეხლა ეს კაცი ან ვინმეს ქართველად მიგაჩნიათ და ქართველად მიგაჩნიათ ეს ამას საერთოდ არა ქართული გარეგნობა არანაირი ქართული მონღოლური სისხლი მონღოლური თვალებზე აწერია აგრა თვალები აქვს მონღოლური ტუჩები აქვს არ ვიცი საიდან რომელი მაიმუნიდან გამოვიდა ეს ტუჩები ალბათ გადმოვარდნილი ტუჩიანი ბოლომდე რო ეგრე იყო ხო და რა ვიცი აი რა გითხრათ ეხა ამაში ხალხი ესე იგი სერიოზულად დააზიანეს რა მაგრამ რო გეშინეთ მეგობრებო ხელს ნუ ჩაიქნებთ რა ანუ ნამდვილად ამ სიბნელის გატეხვაც შეიძლება რა მართლა შეიძლება ასეთი სიბნელის გატეხვა იმიტომ რომ მართალია მედია მიმუშავა და დღესაც მუშაობს ამ საკითხზე რომ აი ესეთი სიბნელეში და სიდებილეში ამყოფოს ხალხი აი ბოდიში რა სხვანაირად ვერ ავხსნი ამას რა სხვა სიტყვა არ შეეფერება სიყლევეში რა და აი დაფალოსებული ხალხი ყავთ ტყუილად უფალოს მადიდებლობას ასწავლიან აი დაყლევებული ხალხი ყავს და ვიღაცას არ ეკონოს ეხლა რომ მე ამ სიტყვას ვიძახი იმიტომ რომ არ შეეფერება იმიტომ რომ ძალიან მაგრად შეეფერება რა და არ შემწყება ამ სიტყვის ეგრე შეეფერება და ეგრე ვამბობ რა და რაც არ უნდა აი ეს სიტყვა მოგესჩვენოთ იმაზე უარესი ვიდრე აი ეს რეალობა არის ხო და ამ სიტყვაზე რო ჩაკოლეთ ყლეთქვა ამ ხალხმა ჩაკოლეთო და აი ამ ხალხმა რომ ამ კაცმა რომ დააყლევა ეს ხალხი იმაზე არა აი მაგას მირჩევნია ჩამქოლოთ მართლა რა ამ ყლეკაცას თუ ვერ ხედავთ ვინ იყო და ჩემი სიტყვები უფრო დიდ რაღაცად მიგაჩნიათ, რომ აი დიდ სიბილწეთ მიგაჩნიათ, ძალიან გთხოვთ ჩამქოლეთ მართლა რა, გამიშვით ამ ქვეყნიდან დედას ვიწავ ვენებს გადავისერავ ეხლა რა. ბიჭო, ვინ ახართ რა, სად მოვედი აქ მართლა? ღმერთმა დამიფაროს რა. წავედი.